როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მანარას და დეკამერონზე მამაკაცი და ქალი. რა თქმა უნდა, თქვენ როგორ უყურებთ ამ ურთიერთობას, შეხედავს მანარა თქვენი მხრიდან და შეხედავს, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან. რამდენად ძლიერია თქვენი კავშირი? სიყვარული, გრძნობა, მიჯაჭვულობა, მოკლედ ყველანაირ ბუკეტ შეიცავს ეს ყველა ეს ემოცია და ნახოთ. რა თქმა უნდა, მე ვერ გადმოვატრიალებ, იმიტომ რომ არა მაქვს უფლება დამიბლოკავენ და არ მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უცნაურად. რა თქმა უნდა, ყველას კიდევ ურმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ, თუ მოგცემთ ამის საშუალებას მანარა და დეკამერონი. მოდი ვნახოთ ჯერ თქვენი დამოკიდებულება საერთოდ რას ნიშნავს თქვენთვის ეს ურთიერთობა, როგორ უყურებთ ამ ყველაფერს და შევხედოთ რამდენად სინქრონშია თქვენი ენერგიები, ინტერესები. ნახოთ. მანარა, რა თქმა უნდა, თქვენ. და ნახოთ დეკამერონი. დეკამერონი სხვათა შორის ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა და მამაკაცის სისუსტეები კარგად ჩანს თქვენს მიმართ. ანუ კონკრეტულად ამ მამაკაცის. ნახოთ ახლა შევადაროთ ჯერ. ჯერ ავიღებ. ვაუ, მე მომწონხართ თქვენ, იმიტომ რომ შენ უკვე შენი ხარ დიასახლისი შენი ცხოვრების, შენ არ გმართავს უკვე ეს ურთიერთობა, მე იმას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, სურვილი და ინტერესი გაქვს, მაგრამ როგორი ხარ იცი ამ ურთიერთობამ ისე გაგზარდა, გაგალამაზა, სხვა გზარ დაგიტოვა უბრალოდ. უკვე მიდიხარ აი შენი დინებით და შენი ისწავლე მარტო სურვა, შენი იცი საიწახვიდე და შენ უკვე ძალიან მაგარი ხარ და ამ მაგარი ქალის უკან იმალება გოგონა, რომელსაც იმედები გაუცრუდა, გოგონას, რომელსაც უნდა ყოფილიყო ძალიან ფაქიზი ურთიერთობაში ქალური, მაგრამ არ მიეცა მას საშუალება. ამიტომ შენ ხარ როგორ იცი, ხა მიიცურავ შენ, რა თქმა უნდა, შენი დინებით, მაგრამ თითქოს შენ ხარ მაინც. შენ ხარ და ფიქსირდები შენს თავთან ჯანსაღად, რომ გაინტერესებს ეს ადამიანი თავისთავად და მოდი ვნახოთ ახლა აქ რა ხდება. აქ რა ხდება, რა ხდება. სხვათა შორის მისთვის ძალიან გადამწყვეტ და კარმული იყო ეს ურთიერთობა თქვენთან დაკავშირებით. თქვენთან დაკავშირებით და როგორია იცი? მე არ გამიკვირდა თქვენი ენერგიებიდან გამომდინარე, დღესდღეობით გადის ძალიან დიდი ტრანსფორმაციას და ენატრები. სამწუხაროდ შენ ვერ დაბრუნდები ისეთი როგორიც იყავი მასთან. ამას ხედავს და აცნობიერებს. თან როგორია იცი? აქ მაინც იმის მუღამი, რომ კიდევ ერთხელ მოგიშალოს ნერვები, კიდევ ერთხელ გადაგაყირაოს მთლიანად ემოციურად. მოდი ვიტყოდი გაერთოს მაგრად და მიიღოს ემოცია თუ როგორ ხარ მასზე დამოკიდებული, მაგრამ ეს ასე არ ხდება და ძალიან ესე ვთქვათ, როგორია იცი? უნდა, მაგრამ სადაა, მინდა, მაგრამ სად არისო. მოდი ვიცი რა მაინტერესებს, ვიკითხოთ ამ ადამიანს, ვკითხოთ მე, რადგანაც აქ ორი მაღალი არკანი მაქვს. თან ორივე კარტიდან მინდა თქვა რომ ეს კარმა და ეს გადახარშვა და ანალიზი მიმდინარეობს. ჯერ შეიძლება თუ ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდებოდა ეს ურთიერთობა და ნუ რაც მოხდა, მოხდა. განწირული იყო მაინც, ისე ვერ გაგრძელდება და ფიქრობთ, რომ ესე ვერ გაგრძელდება და მე მაინტერესებს. არ და უნდა გაგრძელება, მაგრამ როგორ უნდა ხომ მივხვდით არა? მაინტერესებს, რაიმე ცვლილებას შემოიტანს? რაიმე შემოიტანს, იმიტომ რომ არ არის დასასრული მაინც ეს ურთიერთობა. ცვლილება შემოიტანს მაინც. იცი რა არის ცვლილება? სიფრთხილე შემოიტანს. აი მაგალითად თუ რაღაცნაირად იყო პასიური ან აუხსნელი იყო მისი ზოგადად ურთიერთობა, მე აქ არაფერი არ დამიდია, ბოდიში რომ ესეთ ფონს გაყურებინებთ. აი ბოდიში, აი დამავიწყდა მაპატიეთ. მოკლედ ახლა იქნება როგორი რაღაც იცი რა შემოიტანს, რომ მე ვიქნები ძალიან ფრთხილი, ძალიან ესე ვთქვათ მაქსიმალურად აქტიური, რომ მე შენ დაგავიწყო ყველაფერი რაც შენ გაიარე. ესე იგი აღიარებს ეს ადამიანი ყველაფერს. კი ბატონო, აღიარებს და როგორი რაღაცა იცი, ძალიან ენატრები თითქოს შენ მერე მიხვდა რომ შენ იყავი ის ვინც იყავი და ეხლა მთლად ისეთი ხარ, ძალიან კარგი ხარ, მაგრამ ეს საიდან წამოვიდა, იცი? იმიტომ რომ ძალიან
დამოუკიდებელი გახდი. დამოუკიდებელი ისეთი რა იცი როგორია, ისაც სამჭირდები. აი ეს ენერგეტიკა იგრძნობა და ამას გრძნობს, ძალიან გრძნობს. კარგი, მოდი ვნახოთ. შენ გიღირს რომ მაინც შეტოპო ოდნა, იმიტომ რომ მაინც გაზრდილი ხარ, თქმა უნდა არ გიღირს. არ გიღირს იმიტომ რომ თუ არ შეტოპავ, უფრო კარგად ჩაიძირება და როგორ იძირება, იცი, უთქმელად იძირება თავის ჭაობში, ოღონ ამ ჭაობს დავარქმევდი ემოციებით, გაჟღენთის. იცი რა გამოდიოდა, ესე იგი, მოკვდება და არ იტყვის და არ აღიარებს, რომ მე შენ მიყვარხარ, ანუ არ ამოვიდა ეს მისი პირიდან და მე მგონი იცი ჩაიძირება ამ ემოციის ჭაობში, რომ არც იტყვის ამას. მაგრამ ამას შენ დაინახავ, მაგრამ არ ღირს, რა თქმა უნდა, ჯობია შენს რაღაცა რაც გაწუხებს. ჯობია მოხიბლო ასე შენი გარეგნობით, შენი ენერგიით, რაც რო გკიდია ეს ყველაფერი, ესე ჯობია. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ თავარი მოქმედება მისი რა იქნება. სტაბილური მოქმედება, არჩევანი აქვს ხოთა შორის სამ ადამიანს, არჩევანი აქვს, როგორ იცი, გავაკეთო თუ არა მე შენთან ის ნაბიჯები რომ მოიტანოს ამან სტაბილურობა, მინდა თუ არ მინდა ეს ყველაფერი. არ უნდა. მისი რეალური სურვილი იცი რა არის, რომ ყველანაირად გასიამოვნოს, ანუ ყველანაირად ხაზგასმით ვამბობ და ამას გააკეთებს ძალიან დიდი ენთუზიაზმით, ძალიან დიდი, მოკლედ, გრძნობებით და ამას არ შეეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ადამიანი თუ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, რაზეც ფიქრობს, რომ მე მინდა სტაბილური ურთიერთობა შენთან. ანუ შენ დარწმუნებული ხარ შენს თავში, რომ ნერვებს არ მოუშლი ამ გოგოს? დარწმუნებული ხარ შენს თავში? რა თქმა უნდა, დარწმუნებულია. იმიტომ რომ შენ უკვე როგორ ეს არ ვიცი რა გავუკეთე ასეთი, გადაუარე თუ მოკლედ, მისი ადგილი აჩვენე. ბევრმა შეიძლება გადაუარა, აი მართლა მიასვა თავის ადგილზე და არ ეგონა. და ზუსტად გეგონება და აი ეს უნდა რომ აი დამანახე, რომ გადამთელა, დამანახე როგორი ხარ, აი ახლა უფრო სხვანაირი ხარ. ახლა უფრო სასურველი ხარ და ეს რა გამოც ახლა დაუკვირდით, ეს ახლა როგორ გამოც კი კაია და ვაუ შეიძლება თქვა, აბა всё, შემოვალნე ჩემთანო, მაგრამ ნახე აი ზუსტად აი ესე რო აკონტროლებ და შენ ტონუსში ხარ და შენი მიმართულებით მიცურავ, მაგიტომ ხარ ასეთი სასურველი თუ რომ შემოხვიდე და გახდე მის მიმართ სუსტი და ბუნებრივად რა თქმა ხო მე კონტროლი დავუშვათ, როცა ურთიერთობაში ვარ. აი მე მასე კი არ იქნება. ამიტომ ეს ურთიერთობა არის, რა თქმა უნდა, ტონუსი, შენს ემოციის ხარჯზე, შენს თავშეკავებაზე ამ ადამიანს უყვარდები და იძირება და ნანობს და კი არის აი ესე განცდებში, მოკლედ. მოდი ვიკითხოთ ახლა მთავარი რჩევა თქვენთვის. იცი რა არის, აი ეს ოსკარი, რომელიც შენ მიიღე, ეს ოსკარი გიგავი, ახლა შეესე რომ გახარებული ხარ და აი შენს თავთან რო ამბობ რა რა მაგარი ვარ მე, რომ ესე გავაკეთე. იზეიმე შენი გამარჯვებით, იზეიმე და რა არის, ერთხელ ხო გადახდი და დაიწე ფრთები ამ ყველაფერს, შენი რისკით, შენი ესე ვთქვათ გახსნილი გულით და მთელი მინდობით აღარ ღირს ეს ასე, აღარ ღირს და შენ მიიღე კარგი გაკვეთილი და всё, საკმარისია, შენ გაიმარჯვე და всё, ანუ შენთვის ეს ყველაფერი დამთავრებულია. გავჩერდეთ აქამდე, ხო? მოდი ვნახოთ ახლა. მას უღირს მაინც ეს ყველაფერი? რჩევა. მას უღირს ეს ყველაფერი, მას უღირს იქამდე სანამ არ მოისვენებს ესე სხვა შორის ექნება ამას იმდენი, ესე ვთქვათ, ემოციები, ისეთი შემოტევა და ისეთი რამ, რომ გააქტიურდება ისეთნაირად, რომ მაინც გაცდუნებს. რაღაცა შენი სუსტი წერტილები ამან ძალიან კარგად იცის. და ამიტომ არ მოგეშვება და არც უნდა რჩევაში არ პირდაპირ ამას აძლევს ესე ვთქვათ რჩევას. სამყაროს რომ მიდი მიაწექი ესე რომ ვთქვათ რა, შენ გინდა და შენ უნდა მოსინჯო შენი ძალები, ანუ შენს გიცავს რა თქმა უნდა სამყარო, მაგრამ მასაც ხო ყავს თავისი მფარველები ესე ვთქვათ. მაგრამ მე მაინც ვიტყვი იმას, რომ ამ ურთიერთობაში თუ კიდევ რაღაცა შანსები იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მე სტრესული, ძალიან სტრესული იქნება. დაუბრუნდება ყველაფერი რაღაცა ძველს, რომელიც რა თქმა უნდა იყო უარყოფითი. მოკლედ, ასეთი იყო შედარება, გოგონებო.
მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.